მოგესალმებით. მე ვარ ვახოჩოჩია და ესაა ჩემი ავტორო გადაცემა ბაბლს მიღმა. ქართული Facebook სივრცის ლიბერალურ და ოპოზიციურ ბაბლებში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ და ამით ბაბლის მიკროსოციუმი ცოტა ხნით ვარდება ბედნიერების ექსტაზში. თუმცა შავი დღე გათენდა ბაბლში მცხოვრებთათვის. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის კადრები. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მაკა ბოჭორიშვილი თავის რეგალიით, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრად მოიხსენია, რამაც ისტერიის ტალღა გამოიწვია ლიბერალურ ბაბლში. ამ აშკარა ლეგიტიმაციის აქტს, რაც გამოიხატა ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ შეხვედრაში, მოუგონეს აბსურდული გამართლება და დაიწყეს აპელირება ელჩ დანიგანის ბოდი ლენგვიჯზე, მიმიკებზე, გაზომეს დისტანცია ელჩსა და მინისტრს შორის. ბაბლის წევრები ერთმანეთს აჯერებენ, რომ რადგან დანიგანი ფოტოებზე განსაკუთრებული მონდომებით არ იღიმება, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მან არ სცნო მაკა ბოჭორიშვილის ლეგიტიმაცია. მეტიც, ბაბლის სასოწარკვეთის პიკში ისეთი დამსახურებული ბაბლელები, როგორებიც არიან ბაბლის პროპაგანდისტი ლაშა ბუღაძე, ბაბლის ყულაბა ნანუკა ჟორჟოლიანი და ბაბლის რემბო დავით ქაცარავა სხვა ნაკლებ პომპეზურ ბაბლელებთან ერთად აძაგებდნენ საელჩოს პოზიციას და გმობდნენ ქალბატონ მაკას ლეგიტიმაციას. ამ ისტორიიდან ორ დღეში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ტულსი გაბარდს. ადამიანს, რომლის მიმართაც სოფლიოს მასშტაბით არსებული ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულები არიან და ხშირ შემთხვევაში მისგან მითითებებსაც კი იღებენ. შეხვედრაზე დანიგანთან სიმწრით ნაშენები თავის გამართლების კონცეფცია ბაბლს თავზე დაემხო, რადგან ამ შეხვედრაზე ტულსი გაბარდი მინისტრ ბოჭორიშვილს გულთბილად უღიმოდა, ესაუბრებოდა და ყველანაირი მიმიკით, ბოდი ლენგვიჯითა თუ საუბრის განსაკუთრებული მეგობრული და მათ შორის უშუალო გარემოთი შეუძლებელი გახდა ბაბლისთვის ილუზიის ჩანერგვა, რომ ეს შეხვედრა არ მოიცავდა მაკა ბოჭორიშვილისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ბაბლისვე ლოგიკით გალავახშვის ფოტოებმა ცხადყო, რომ მაკა ბოჭორიშვილს გაცილებით მეგობრული და საპატიო დამოკიდებულება ხვდა ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ვიდრე იმ ბალტიისპირა საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც გულმოდგინედ აკრიტიკებდნენ ქართულ დემოკრატიას, სანქციებს უწესებდნენ ქართულ ხელისუფლებას და თავს ამერიკის უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორებად ასაღებდნენ. ეს ყველაფერი ცალსახა ინდიკატორია იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იწყება ურთიერთობების გადატვირთვა, რაც თავის მხრივ აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. შესაბამისად, როგორი აბსურდული სურათს არ უნდა დახატოს ლიბერალურმა ბაბლმა, მის მიღმა არსებული რეალობა სრულიად საპირისპირო სურათს წარმოადგენს და ეს სურათი ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტიულ გარდაქმნებს გულისხმობს საერთაშორისო ასპარესზე. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით მომდევნო კვირას კვლავ ეთოქზე.